ჩვენი დაბრუნება, ჩვენ არხზე. 7 მარტია და კახეთისკენ წამოვედით 8 მარტის აღსანიშნად. და ის რო კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება და ჩვენი დაბრუნება. Eco-Social Road-ის არხზე დღეს წამოვედით, როგორც დათომ აღნიშნა, მცირე მოგზაურობაში. ვეცდებით რომ რაღაცა პატარ-პატარა ლამაზი კადრებით შემოვიფარგლოთ და დარჩით არხზე თუ გაინტერესებთ ეს ვიდეო. უჯარმაში ვართ ერთი სიტყვით და ვაპირებთ რომ კახეთი მოვიაროთ. წავედით არხზე. პირველ რიგში შევძინეთ ბილეთები, კაცი ღირს 10 ლარი. პირველად მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ კახეთი ძალიან ბევრჯერ გვაქვს მოვლილი, თუმცა უჯარმის ციხეზე არ ვართ ნამყოფი არც ერთხელ და არავინ. არ ჩვენი მეგობრები. ხედი კი არის დიდებული და ალბათ საფხულში ძალიან ლამაზი იქნება. ეხლა მომენტანი ადრე გაზაფხულია. და ესეც უჯარმის ციხე. ისტორიასაც მოგიყვებით აუცილებლად. შესახებ ციხისა. ციხის აშენების პერიოდი მე-3-4 საუკუნით თარიღდება. გარეკახეთში მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, გომბორის ზოღელტეხილის მახლობლად. ძალიან ლამაზია და ძალიან დიდია. გოგო, ეს ჩაგბარდება 28-ში. აქ გარდაიცვალა მძიმედ დაჭრილი ვახტანგ გორგასალი. აგათვალიერებინებთ ეკლესიას. ციხეში ჩაშენებულია ჯვარ-პატიოსნის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. ეს არის აძრის ქვედა მხარე. რომლის კედლებიც აგებულია ქვის მსხვილი ფილებით. საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ ციხეზე თავისი კვალიტეტოვა ჯერ არაბების დარბევამ, ხოლო საბოლოოდ კი მონღოლთა ბატონობა. თუმცა დღესაც დიდებული სანახავია. კიცა გიკითხავდით სრულად მთელ ვიკიპედიას, მე კი არ მეზარება. მაგრამ თემა უნდა შევცვალოთ, თორემ მომისრო ბოდბის კადრები. ჩვენ მოვიდით ახლა ბოდბის წინდამაც ეკლესიაში. და მე ვარ ნამყოფი აქ, მაგრამ ყოველ ჯერზე აღმავრთოვანებს მართლა ლამაზეს. და აი შესანიშნავად არის ყველაფერი მოწყობილი. უამრავი ტურისტია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამით რაღაცნაირად არ გაგვიმართლა, მაინც ლამაზი არის, იმიტომ რომ კავკასიონის ხედი საოცარი არის მართლა. შემოდიხართ უკეთ, საერთოდ მოგრძნობთ, რომ არის ადრეული გაზაფხული. ისეთი სიმწვანე და სილამაზე არის. ეხლა შემდეგი ლოკაცია რა არის ჩვენი? წვეთი. და გამოვიწეროთ ახლა. არა. მოვე ეკეთან ხარისა? მარი მიდავდა მან. მოვეწოდა. ეს ჩვენი ძლივს ნაშრომი ხორცი. მოდი გავშალოთ პარეს. ვიდო დავასწრა. აბარა. იქეთ ნიკოლოზი ყავს მიირთმევს და თან ახურებს ფონეს. ნიკო! უია ჩვენ.
ესე იგი მოვედით ზემო ბოდბეში, კოტეჯ კოკონატში. დაგათვალიერებთ. კონოტი ქვია? კოკონატი ქვია. და დაგათვალიერებთ ჩვენს პატარა. საცხოვრებელი, სადაც დროებით გავჩერდებით. დროებით რა ერთი ხარ. ჯერ ის უნდა დავფიქსირო, რომ ულამაზესი კავკასიონის ხეთი არის. აი, მართლა ძალიან ლამაზი არის და ხედის გარდა შეთო კოტეჯიც მოგწონდა. აბა მეგობრებო, მოვედი. ჩი ეს საქმიანი გოგოები არიან, მე უბრალოდ YouTube-ზე ზრუნა. გასათხოვილი გოგოები ეს რო გათხოვილი. ეს ჩვენი საყვარელი კოკონატის კოტეჯი, ესეც საყვარელი საძინებელი, ეს პირველი საძინებელი. და ეს არის მეორე, აქ მეც არ ყოფილა. ეს არის ანდრესოლის ტიპის. აი. ულამაზესი ხედები, იმიტომ რომ სახურავზე არის ხანჯრები. ესეთი და ალბათ გამჩენისა ძალიან ლამაზი. სულ მალე აქ სასწაული სუფრა დაიყრება. აკვი დაჭერი გამიწევს. ამიტომ კი შემლა დაიღვარა ბავშვი. რომელი კაი თეო რატო ტირი ხარ? მიგატოვა? ანუ ხაფის ბრალი საერთოდ ხო? არ ხდება. თეთრში კაცო. ვერც ხაფი დაჭრება. აგო არატირია. ეს ალამით აღადოლე. და გაიშალა ჩვენი სუფრა. რა ხახვია? რა ხახვი, რა სალათი, რა გოგო. რა თამარი. აბა ვიწყებთ ქალთა დღის წინა დღის აღნიშვნას. ჩვენს მოგონებას გავმარჯვეთ და აღდღეს გავმარჯვეთ, როცა ჩვენ აქ თამარი გამორთულ მიკროფონში ამბობს, რომ სასიამოვნო დღე გამოვიდა და რომ კარგ მოგონებად დაურჩება, ასევე ქალბატონებს გილოცავთ 8 მარტს საუკეთესო სურვილების ვარიანტებით. ხოლო უკან მევმჭერმეტყველებ საოცარ სიტყვებს, რომელზეც წინჯდობ მარიამს და ნიკას ბურწყლავთ. მადლობ თამარ, რომ მიკროფონის ჩართვა დაგავიწყდა. საბედნიეროდ კამერის მიკროფონმა ჩაიწერა და ისტორიას შემოუნახა ჩემი და ნიკას შესრულებული ეს ჰარმონიული მელოდია. არ იყო სულის შემძვრელი. გათენდა 8 მარტის დილა და ჩვენ მივდივართ თბილისისკენ. კარგად გავერთეთ. რადგან ჩვენ ცოტა ძალიან არაპროგნოზირებადი ხალხი ვართ, თბილისის ნაცვლად აღმოჩნდით დავით გარეთში.
ეხლა რა ქვია ქაურობას? დავით გარეჯი. აი ამას დავხათავ. კიდე რა გითხრათ? მოკლედ მოვდიოდით სიღნაღიდან. სიღნაღიდან კი არა, ზემო ბოდბედან და მარჯვენა მხარის მთაზე დავინახეთ ძალიან დიდი წარწერა მე მიყვარს საგარეჯო. საგარეჯოზე გაგვახსენდა რომ დავით გარეჯი უნდა გვენახა. დავიწყეთ ფიქრი იმაზე რომ როდის დავგეგმავდი დავით გარეჯში ვიზიტს, იმიტომ რომ როგორც იცით აქ ნაადრევად უნდა მოხვიდეთ, ბევრი გველია იცისა ზაფხულშია და შესაბამისად გადავწყვიტეთ რომ დღეს გვენახა ბარემ აი ასე მოხვდით აქ. აქ მუსიკას დავთავ და იგა. Skaj muzika. კომპლექსი დავით გარეჯელმა დააარსა მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში. შემდეგში მისმა მოწაფეებმა და მიმდევრებმა გააშენეს 11 უდაბნო. გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი. ჩვენ მხოლოდ ლავრისა და ნათლისმცემლის ნახვა მოვასწარეთ. მოვედით ნათლისმცემლის ეკლესიაში. არის ციხე და ეკლესია და პატარ-პატარა კელიები არის. ვართ ნაყოფი აქ 21 წლის ზაფხულში. ამ ეკლესიაში იყო დაახლოებით 5 გრადუსი სიცივე. აქ რო იწვოდა ყველაფერი გარეთ, შიგნით იყო ძალიან კარგი სიკრილე. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. უდაბნოსა და ჩიჩხიდურის მონასტერის ტერიტორიები კი სადავოა. ეს ნათლისმცემლის კომპლექსში მთაზე არსებულ კოშკთან მისასვლელი გზაა, საიდანაც ულამაზესი პეიზაჟები იშლება ყველა მიმართულებით. ზემო სასვლელია. აქ ზემო თავი. დიდი თეონა. აღალესო. მოდი. მოდი თავი რა. გეშია. და შენ ზარდი პირველი აღა ზარდი. სოლეთ შეასეთი კოშკი. ასული ხარ უკვე. აი ამერიკაში. ჩემი ჩანთით ცოტა რთულია ყველაფერს ედება და